ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში 54-ლარიანი დახმარების იმედად გურჯაანის რაიონის ობოლ ბაკურციხეში მცხოვრებ ქუმსიაშვილების ოჯახს ხშირად გამოკვებაში მეზობლები ეხმარებიან. მუშაობას კი მხოლოდ ოჯახის ერთი წევრი ახერხებს, ისიც სეზონურად. სოციალურად დაუსველი კიდევ ერთი ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას ელოდება. ქუმსიაშვილებს დღეს საუზმედ წყალთან ერთად მეზობლის მიცემული პური აქვთ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები ქუმსიაშვილების ოჯახი წლებია უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. მათი ერთადერთი სიმდიდრე დაზიანებული ჭერით, იატაკის გარეშე არსებული ქოხი, 2 საწოლი, 1 მაგიდა და 1 სკამია. დახმარება გვაქვს 54 ლარი, დახევარი შუქში მიდის, წყალი როცეთში როგორც ჩამოდის გარეთ, ისე შიგნით აწვებს. კუთხეში მივკუჭებით ჩემი და ჩემი შვილები არ დავსვენდეთ და მშრალები მაინც ვიყოთ. იმიტომ რომ ასეც მე არ გამოიცვალეთ. ქუმსიაშვილების ოჯახის დიასახლის მხედველობის პრობლემა აქვს. უფროსი ვაჟი კი მძიმე ავადმყოფია. საწვავისა და ტექნიკის სიძვირის გამო კი ოჯახი წლებია ვეღარც საკუთარ მიწის ნაკვეთს ამუშავებს. ადგილი გვაქვს, მაგრამ ვერ მომუშავებს, იმიტომ რომ ფაქტურად საწვავი ვიღეთ. ჩვენ იმის ფური არ აქვს რომ საწვავი ვიყიდოთ და დამამუშავოთ ასეთ. გადაგენ მწვანი თუ დავცესავთ მარტო ადგილში რომ ისიც პატარად მოვთხოვნო და მწვანილი გქონდე. ტყეში დავდივარ ხოლმე 1-3-4 ნაჭერს მოვიტან ხოლმე ბეჭში აღვანთო და სიცივეში არ ვიყო ხოლმე. სამუშაო მე არ მაქვს. ვიმუშაო და აკეთ-იქით მუშა დავდივარ და ლუკმა პური მივიტანო სახში მშვილები ვარ ვიყოთ. ან მეზობელი მაწვის საჭმელს და ან მეორე მეზობელი მშვილები არ ვიყოთ და ცოტა იოლას გავიდე. შეიძლება კვირა გავიდეს რომ არ წავიდე მუშად და არავის არ მინდოდეს სამუშაო არ იყოს. სოფელ ბაკურციხის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას ქუმსიაშვილების დახმარებას თხოვენ. მეზობლები ამბობენ, რომ თუ კი გაჭირვებულ ოჯახს გამგეობა სამშენებლო მასალას გამოუყოფს, ისინი მათ საცხოვრებელ სახლს თავად შეაკეთებენ. ვისაც ეს საშუალება გვაქვს, პური საჭმელი ჩვენ ვაძლევთ. არაფრის საშუალება არ აქვს, თუ ან გაზარდონ რამე, ერთი ვირი იყვანდათ, ისიც მოუკვდათ, რომ შეშამეეტანათ, აღარც ისაიყავთ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქუმსიაშვილების ოჯახის მდგომარეობასა და დახმარებაზე კომენტარს არ აკეთებენ. ბაკურციხელები კი ამბობენ, რომ ზამთარში დიდ თოვლობას ქუმსიაშვილების სახლმა შესაძლოა ვეღარ გაუძლოს და მთლიანად ჩამოიშალოს.